მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეოში აგიხსნით თუ სად უნდა ავიღოთ take profit-ები, ასევე განახებთ კიდევ ერთხელ trades განხილვაზე, სად უნდა გავხსნათ trades, ანუ დავხუროთ trade-ი, ანუ ეგეც იქნება იდეაში, რადგან take profit-ებზე ვილაპარაკებ და ხო, მოდი დავიწყოთ. მოკლედ, ეს არის ჩვენი Instagram-ი, ყველა ვიდეოში როგორც ვიცახი, დაგოფოლოვეთ Instagram-ზე, ბევრად მეტნი ვართ ვიდრე აქამდე ვიყავით უკვე, 773 ვართ. გვინდა რომ მინიმუმ წლის ბოლომდე 2000-ზე ავიდეთ. რაც ძალიან მინდა, რავი, ალბათ რავი შევძლებთ, პრობლემა არ იქნება. და ხო, ეხლა განვიხილოთ take profit-ები. ეს არის ჩვენი Discord-ი, ვინც არ იცით, ჩვენი Discord-ის ლინკიც აღწერაში იქნება აუცილებლად. ეხლა ვარ სტუდენტებთან ერთად Voice-ში, ბოლო ვიდეოს გადასაღებად გამოვედი. layout-ი გააკეთე, აგერ მოსავლე მივიდე ერთი და უამრავი და მოდი ეხლა განვიხილო ვიცით რას? კონკრეტულად trades. აი, დღეს მაგალითად პაწუს აღებული trade იყო ეს და მოდი ეს trade განვიხილოთ ეხლა. მოკლედ take profit-ები ჯერ რა ადგილია, ხო? წესით ბევრმა უკვე უნდა იცოდეთ take profit-ები რა ადგილია, აქამდე ახსნილი მაქვს, შევხვები ვარ ამ თემას. Take profit-ები არის ის ადგილი, სადაც შენ მოკლედ მიზანი გაქვს მარკეტი, სადაც წავიდეს, ხო? აა რამდენი take profit-ის ქონა შეგიძლია? ეს კითხვა ბევრს უჩნდება, ხო? რამდენიც გინდა? მოდ გააჩნია რამდენით ხარ შესული, რამდენით ხარ, ანუ რამდენი კონტრაქტით ხარ შესული, ან პოზიციით, ხო, ესე ვთქვათ. მოდი განვიხილოთ ის ტრეიდი კონკრეტულად და ნელ-ნელა ეტაპობრივად მივიღოთ ამ ყველაფერს, თუ სად უნდა აიღოთ take profit-ები, ასევე როგორ უნდა ამოძრავოთ თქვენი პოზიცია და მოდი განვიხილოთ. მოკლედ, ვართ 15 წუთიანზე, ხო? მარკეტზე ვხედავთ, რომ liquidity გვაქვს დაგენერებული, ეგრეთ ჩამწკრივებული liquidity არის ძალიან ბევრი დაგენერებული, რომლები ეს low და აგერ შეხედეთ აკუმულაცია გვაქვს და ეს low-ების ჩვენიერი მარკეტის ტარგეტები არის, ხო? ეხლა მოდი მოვნიშნოთ რა, ჩვენთვის ნაცნობი რაც ვისწავლეთ ორდერ ბლოკი 15 წუთიანზე. ეს არის, მოდი დავაწეროთ ამას sell-sell liquidity მოვნიშნოთ, ჩვენი ტარგეტები, მიზნები. ესე. გადავახვიოთ, ვარემ. რო წარმოვიდგინოთ დღეს live market-ზე ვართ. sell-sell liquidity მოვნიშნოთ. მოკლედ რა მარკეტზე რა გვაქვს? მარკეტი ავიდა. buy-sell liquidity აიღო. აგერ buy-sell liquidity ავიღეთ. ასევე კიდევ შიგნით რაც buy-sell liquidity ავიღეთ, ხო? დავრევერსდით და გავაკეთეთ order block-ი, რომელიც რის მანიშნებელია, რომ აი აქ უკვე delivery შეიცვალა, ხო? CASD მოხდა. order block-ი გაკეთდა. ეხლა რას ველოდებით, რომ ფასი ავიდეს? ამ order block-ში აქედან გავშორტოთ აი ამ liquidity-მდე, ხო? გადავიდე ხერწუთიანზე, ანუ მაღალ time frame-ზე ანალიზი გაკეთებული გვაქვს, narrative გვაქვს, ანუ საიდან მოხდება მოძრაობა, საიდან ველოდებით გვაქვს და რა გვაქვს ტარგეტები და მიზნები. ეგეც გვაქვს. ასევე ტარგეტები და მიზნებადაც შეიძლება აი აქ ერთ წუთიანზე double time frame-ზეც აღება მაგ ყველაფერს. აგერ მაგალითად, აქ გვაქვს equal low, ხო? ესეც sell liquidity-ია, მაგნიტური ადგილი ფასისთვის. მოდი გადავახვიოთ. ნუ ეს ეგრევე აიღო, ამიტომაც 300 წავშლით. ავიდა. ჩვენს order block-ში ვართ, ახლა შეხედეთ, მოდი ლიანად მომნიშნავ ამ order block-ს, რომ თქვენთვის თვალსაჩინო იყოს, მარტო ეს ხაზი არა. აი ესე მოვინიშნოთ ლიანად order block-ი. ეს ლიანად order block-ი არის. მოკლედ აი ამ ნაწილში ჩვენ ველოდებით, ნუ უმჯობესია ნახევრის ქვედა ნაწილიდან, რომ ფას რეაქცია კონდეს, რო ავა. შეხედეთ უკვე ასულები ვართ. აქედან ველოდები ახლა ერთ წუთიანზე დასტურს. აქედან ფას ჩამოვქონოთ. ნუ ასულები ვართ. ახლა ველოდები. გადავახვიოთ ცოტა. აი, შეხედეთ, რა მოგცა მარკეტმა. მარკეტმა მოგცა displacement-ი, ანუ ძლიერი მარკეტი ვარდნა უკვე. აი ამ ადგილიდან, ამ order block-იდან, მაღალ time frame-იდან ჩვენ შევალთ short-ში. სად? მოდი დავაყენოთ. ეხლა ჩვენ 5 კონტრაქტით შევიდეთ. აი აქ sell limit-ი დავაყენოთ. stop loss-ი დავაყენოთ და take profit-ი დავაყენოთ. აი აქ ეს საბოლოო ტარგეტი მოდი იყოს ეს ჩვენი რა. ეს იყო ჩვენი საბოლოო ტარგეტი. მაგრამ ეხა უყურეთ. ეს sell liquidity აი აქ რაც გვაქვს, ხო? აქაც შეგვიძლია ჩვენი პოზიციის ნაწილი ავიღოთ. ანუ ეხა ხო ვარ შიგნით მე trade-ში 5 კონტრაქტით, ხო? 5 sell limit-ი მიყენია. მე შემიძლია ეს 5 კონტრაქტი გავანაწილო მთლიანად მარკეტზე, თუ სად გავაკეთებ მე ფარშალების, ანუ
პოზიციის ნაწილების აღებას. 5 თუ არა. ძირითად შემთხვევაში პირველ take profit-ად, ანუ პირველი, ანუ ადგილი, საიდანაც პოტენციურად შეიძლება მარკეტი დარევერსდეს, ანუ ზოგადად იცოდეთ, რომ partial-ები სულ უნდა აიღოთ რა, ანუ პოზიციის ნაწილები, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი ხო ყველა trade-ში მართალი ვერ ვიქნებით, ხო? შემდეგ ვიდეოებში გეტყვით აგებები როგორ უნდა მიიღოთ, ხო? აა ჯერ ხო სულ მართალი ვერ ვიქნებით, ყველა trade-ს ვერ მოვიგებთ, ხო და პლუს ამას კიდე რამდენ trade-საც ხსნი, იმ trade-ში სულ ბოლომდე ყოველთვის მართალი ვერ იქნები რა. ამიტომაც შენ ის მოძრაობა, რა მოძრაობაც ნაწილიც თუ გინდ გამოიცანი, ხო? მაგისთვისაც შენ თავს ესე ვთქვათ, როგორც ტრეიდერი უხდი ხელფასივით, რომ შენ სწორი ხარ რაღაც სულ ბოლომდე თუ არა, რაღაც ნაწილში მაინც. ამიტომაც ნუ ყოველთვის მე ვიღებ ხოლმე პირველ partials იმაზე მეც, ვიდრე ანუ ნახევარზე მეც რა. ეხლა ვარ 5 კონტრაქტით. მე უჭველი პირველ partials პირველ ნაწილს შემილია. აი აქ რომელიმე liquidity-ზე, ხო? ავიღო. მაგალითად ეხლა ჩავწერ აქ 3-ს, ნო? და 3 buy-limits დავაყენებ. და დანარჩენი შემილია. ეხლა უკვე რა გავაკეთო? შეხედე 1 მქონდეს აქ. ხო, ანუ უკვე 4-ია ჯამში. 5-დან 4 გამოვაკლდება აქ და 1 კიდე დარჩება, რაც შემილია აი 1 შეგიძლია დატოვა აი ძალიან short target-ებამდე. ხო, აი runners ვეძახით მაგას, აი runner ქვია მაგას, ანუ runner-ი არის, აი რო კიდია რა, რაც არ უნდა მოუვიდეს კიდე შენს entry-სან ჩამოვიდეს და вообще გაითიშოს trade-ი თუ არა, ან ბოლომდე თუ წავიდეს კიდე კაი პროფიტი გაგიყვანს რა, runners ვეძახით მაგას. ნუ ჯამში უკვე რო ჯამდება, ბევრი ხდება რა. ხო, მოკლედ. ეხლა მოდი ნელა მენეჯმენტი გავაკეთოთ ამის. შევედი trade-ში. ჩამოვიდა. ეხლა რატო არ ავიღე აქ partial-ი რა, ამ ზელსელი quiz-ის? ეს ძალიან ახლოს იყო, ხო? ანუ risk to reward-ი არ მაწყობდა. ანუ ძალიან ახლოს არის. აქ რო ჩამოვიდეს და მე stop loss-ი ჩამოვწიო, ხო? დიდი ალბათობის stop loss-აც ამერტყავს. და break even-ზე გავამიყვანს და ძალიან პატარა target-ი არის. ამიტომაც მაგ ზელსელი quiz-ზე უკვე აღებულია მოვნიშნ წავშალოთ. არ ავიღებ partials. შემიძლია partial-ი აქედან რომელიმე liquidity-ზე ავიღო. ეს ხა ინდივიდუალურია ძალიან რა. რომ partial-ებს, ანუ take profit-ებს ვიღებთ. ორი ვარიანტია სადაც ვიღებთ რა. ვიღებთ ან იმბალანსში, ხო? აი შემიძლია ეხა აი აქაც ავიღო. აი აქ. შეხედე ეს არის იმბალანსი. ხო? ფეროლგები თქვენთვის ნაცნობი. თან liquidity არის მის ზემოთ, ხო? ეს მაღალბათობიანი ადგილია, საიდანაც მას შეიძლება დარევერსდეს, ანუ შემიძლია, ხო? ამას აქ დავაყენებდი უეჭველი. ანუ აი აქ როგორც liquidity დავათარგეთო, ასევე ფეროლგები. ნუ შემიძლია ფეროლგების დავათარგეთო. ეს ინდივიდუალურია რა, რომელიცაც მონიშნავ და რომელიც გონია რომ რომელ ადგილსაც გონია რომ ფასი მიაღწევს, ისა იქ იღებ partial-ებს. ანუ თქვენთვის უმჯობესია, ნუ ზოგადად იცოდეთ, რომ ან იმბალანს ვათარგეთებთ ხოლმე და partial-ებს იმბალანსზე ვიღებთ, ან liquidity-ზე ძირითადად 99% ეგრე არის რა. ვიღაცამ განსხვავებული თუ მოიფიქრა. კიდე ხო. მოკლედ trade-ში ვართ, აქ ხა რას ველოდები რომ ფასმა გაგრძელოს ქვემოცვლა. გადავით ერთ წუთიანზე ისევ. ეხლა რას ვაკეთებ? მე ჩემი გულითადი რჩევა იქნება, სანამ მითოდეს დამწყებები ხართ, ძალიან კარგი რჩევა იქნება ჩემგან. ნუ მე პირადად ვამოძრავებ ხოლმე, მაგრამ მე უკვე მარკეტი კარგად მესმის, ხო? ამიტომაც მაგეთ საკითხა შემიძლია, ანუ როდის რა უნდა გააკეთოს, ხო? ჩემთვის მიზეზები აქვს მაგ ყველაფერს. მაგრამ თქვენთვის ხალხო, რას მომოვდი, ანუ stop loss-ი არ გამოძრავთ, სანამ პირველ partial-ს არ აიღებთ. პირველ partial-ამდე stop loss-ი არ გამოძრავთ, გეიდოთ იქ-სადაც დევს, ანუ break even-ზე არ ჩამოიტანოთ რა, მაგას გულისხმობ. ან სადმე თუ გინდ შუაში, ან ცოტა ჩამოწიოთ, არ ჩამოწიოთ. ეს საკმარისი გამოცდილება მარკეტზე არ გაქვთ, ამიტომაც stop loss-ი გეიდოთ იმ ადგილას, ხო, სადაც თავიდანვე გეიდოთ, სანამ პირველ partial-ს არ აიღებს. partial-ი ქვია, თუ არ ვახსენე უკვე, ეხლა ვახსენებ, აი ნაწილის აღებას რა, პირველი 3 ხო აქ ავიღებ, ხო, სანამ აქ არ ჩამოვა, მე stop loss არ გამოძრავებ და break even-ზე არ ჩამოვიდან. აი გავაგზავნოთ. ავიდა. რა ხდება აქ არ მაინტერესებს, trade-ში ვარ, შეხედეთ, ჩამოვიდა, 2 კონტრაქტი დარჩა, აქ უკვე ჩემი partial-ი ავიღე, აქ უკვე მე საკმაოდ მოგებული მაქვს trade-ში. 1% ნუ ეს ხა ბევრი შევედი, აქ რისკს არ ვითვლიდი რა, მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ჩემი trade-ის ძირითადი ნაწილი უკვე აქ აღებულია რა, ეს trade უკვე მოგებულად ითვლება. სულ რომ ბოლომდე არ ჩამოვიდეს, ხო? მოდი ეხა ემა შევცვლი, გადავიყვან რაზე? 2-ზე, რატომ უნდა გადავიყვან 2-ზე? იმიტომ რომ უკვე 2 კონტრაქტი დავრჩი, იმიტომ რომ 3 მოხსენი, ხო? მერე უკვე პოზიციის execution-ს, ანუ management-ს პოზიციას აკეთებ, როგორც აი ჩამოიტანთ break even-ზე. აი აქ sell side რო აიღო, take profits მიმერტყა, შეხედეთ tick-ზე იმენა ჩამოვიდა, ხო? მიმერტყა take profits, ეხა უკვე break even-ზე ჩამოვედი. break even-ზე ანუ სად? აქ თუ ფასი ავა, ხო?
არც წავაგებ, არც მოვიგებ, რაც უკვე მოგებული მაქვს, ისიც შემჩება. და უკვე დანარჩენი ფასი რაც მოხდება, გავაგზავნოთ, ნახოთ, აჰა, ესეც ავიღეთ, ხო? ეს არ დაგავიწყოთ მე stop loss-ი რომ მიყენი აქ 2-ით. ეს უნდა შეცვალოთ, მე ერთზე გადაიყვანოთ. ესე იმიტომ გასწავლი და stop loss-ებს იმიტომ არ ვაყენებ, რომ ზოგადად აა პლატფორმებზე ეგ stop loss ეთიკeti ყველგან არ არის. და საბოლოო თარგეტი არის ეს, ხო? მაგრამ ნუ რანერად მოდი კიდე უფრო შორს დავტოვებ ამას. თქვენთვის რო უყუროთ რა. და ხო, აი ეს. თუ ჩამოვა თუ არა და რაც იქნება იქნება. ნუ ეხა ლაივზე უკვე მარკეტი ეხა მიმდინარეობს მოძრაობა მარკეტის და ეხა არის მოკლედ აქ. ის ვეღარ გადავახო, წინ ვერ გადავახო. მოკლედ იმედია მიხვდით რასაც გულისხმობდი. რა ძალიან მნიშვნელოვანია trade management-ი ქვია ამ ყოველთვის. რა სად აიღებ take profits, სად დადებ stop loss-ს, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხა ნახეთ, აქ stop loss-ი სად დავდე, ხო? აი ამ 15 წუთიაში რო ავიდე და ეს high გაიკეთა და displacement-ი ქონდა, აქ რო შევიდე trade-ში stop loss-ი მე და high-ზე, ხო? ეს safe stop loss-ი არის. იდება სად, შეხედეთ? აქ ხო გვაქვს სფერული გები, აქ რატო შევედი? იმიტომ რომ მაგას displacement-ი ქონდა, სფერული გები გაიკეთა, retracement-ი ქონდა სფერული გებში, აქ შევედი trade-ში. stop loss დავაყენე სად? high-ზე. high-ზე რატო? იმიტომ რომ ყველაზე safe ადგილია. აქ თან გვიცავს ეს სფერული გები გვიცავს. აქ კიდე რო ავიდეს, კიდე ღრმა retracement-ი ქონდეს, ხო? შეხედეთ, აქ ეს ორი ბული სანთელი. ეს ერთი, ეს ორი ბული სანთელი, ხო? მთლიანად მოვნიშნოთ, მოდი. ეს არის თქვენი order block-ი, ხო? აქაც შეიძლება ავიდეს და აქედან დაიძრობას ქვემოთ. და მე საპირისპირო მხარეს ეძებ თარგეტებს, მიზნებს ფარშალებისთვის, ხო? ფარშალები რა შეიძლება იყოს? როგორც უკვე ვახსენეთ, ფარშალები შეიძლება იყოს liquidity და imbalance ძირითად შემთხვევებში. მოკლედ, დღესაც სულ ეს იყო. ხოთ რომ გამოიწეროთ არხი და ასევე ეს ვიდეო დაალაიქოთ და კიდევ ბევრი მისმენთ რაღაც კითხვებს კომენტარებში, ვნახულობ მაგ ყველაფერს აბსოლუტურად. ზოგი მეუბნება რომ რაღაც ახლები ახსენიო, SMT ახსენიო და რაღაცეებიო. არ მინდა რომ ხალხის ეს როგორც უკვე ვიდეოებში ვახსენე, მეტი ცოდნა მეტფულს არ ნიშნავს რა. არ მინდა ძალიან ბევრ რაღაცაზე აი აქ ხალხს დამწყევს, ყურადღება გავამახვილებინო და ავრიო და დავრიო. ეს SMT რო ავხსნა მე აქ, ხო? ძალიან დაიბნება ხალხი. SMT რა, მარტო SMT არა. ბევრი რაღაცა რო ავხსნა კიდე მეტი, ხალხი დაიბნება, ანალიზს ვერ გააკეთებენ, ანალიზის პარალიზის ქვია მაგას, ეგ დაიმართებათ. ვერ გამოიყენებენ ამ ცოდნას საკმაოდ. ამიტომაც მინდა რომ ხალხმა ამით გამოცდილება მიიღოს. ჩაოლებრივად ძალიან კარგადაც შეიძლება ეხლა მე რასაც ვხსნი ამები ტრეიდი გახსნა და პროფიტული იყო მარკეტზე. ძალიან თავისუფლად. ერთი თხოვნა მაქვს მე, ვიდეო დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ და კომენტარის სახით დამიწეროთ თუ რა გაინტერესებთ შემდეგ ვიდეოებში რო გადავიღო. მადლობა ხალხ ყურადღებისთვის და დროებით. წარმატებულ ტრეიდინგს გისურვებთ.